მოგესალმებით, მეგობრებო. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გველოდება ცაზე. 20 დეკემბერს შავი მთვარე გადადის შილდოსნის ზოდიაქოში და რა ტენდენციები შეიძლება მოიტანოს აი ამ ტრანზიტმა, მაგალითად, ხამარტივად რო აგიხსნათ, წინა 9 თვის განმავლობაში შავი მთვარე იყო მორიელის ზოდიაქოში და ადრე წინა ვიდეოშიც თქვი, რას მოიტანდა შემდეგი 9 თვე და ეს იქნებოდა კორუფციული სკანდალები, მაგალითად, ბიზნესთან დაკავშირებით პრობლემები, ხო? უსაფრთხოების სფეროში გარკვეულწილად პრობლემები შეიძლება დაყოფილიყო, რეფორმები შეიძლება დაყოფილიყო და რეალურად ესეც მოხდა სერიოზული სკანდალები, ახლა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ესე რომ ვთქვათ, ამხელა კორუფციული ბრალდებით, მილიონების ამოღებით და არა მარტო იქსუსის უფროსი იყო და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი გუმელაურის თემაც მაგალითად რო გადააყენეს და მოკლედ რეალურად შავმა მთვარემ სერიოზულად თავისი ის გამოავლინა ხასიათი, ესე რომ ვთქვათ, ხო? და როგორც წესი ესე ხდება ხოლმე, თუნდაც ახლა უკრაინაშიც იყო ბოლოს ახლა კორუფციული სკანდალი, სერიოზული მაგალითად და როგორც წესი ეს მორიელის ტრანზიტმა ესე იმუშავა. ანუ შავი მთვარე აჩვენებს ჩრდილოვან მხარეებს ის რაც ძალიან დაფარული იყო დიდი ხნის განმავლობაში, რაღაცა ბნელი იყო, ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ან ჩვენ ცხოვრებაში, მაგალითად, დაფარული რაც იყო, ის ამოაქვს ზედაპირზე. ეს ამოტანა შეიძლება ძალიან უხეში ქირურგიული ფორმით შეიძლება მოხდეს, შეიძლება იყოს პირიქით დაგანახოთ, რომ ეხლა გამოასწორო. ან დაგვანახოს ის ჩვენი შინაგანი ჩრდილოვანი მხარე, რომელიც კიდე დასამუშავებელი არის, კიდევ გასარკვევი არის რაღაცეები, ხო? აი ეს ტენდენცია აქვს ზოგადად შავი მთვარის ენერგიას. პოზიტიურ მხარეში ჩვენ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ, როგორც დავინახოთ ჩვენი ჭრთილი და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ვისაც არ აყვავს ახლა შავი მთვარე მშვილდოსანში, ვიგრძნობთ ამ ტენდენციებს, ვიდრე პირიქით მფარველი ყავს ამ ზონაში და ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, ისინიც კი იგრძნობენ ამ ენერგიას და ვისაც მაგალითად წინაზე შავი მთვარე მშვილდოსანში ყავს, ახლა დაბრუნება იქნება, ვისაც წინაზე ქონდა შავი მთვარე მორიელში, მათ დაბრუნება ქონდათ და დაბრუნება აჩვენებს როგორც წესი ჩრდილოვან მხარეს. 9 წლის განმავლობაში რა ენერგია დაგროვდა, იმიტომ რომ 9 წელი მთელი ციკლი ლილიტის არის 9 წელიწადში ერთხელ ბრუნდება იგივე წერტილში, ან 9 წელი უნდება მთელი ნიშნების გავლას. შესაბამისად, აი ამ წლების განმავლობაში რა ჩრდილოვანი ენერგია დავაგროვეთ, რომელიც არის გამოსასწორებელი, აი ახლა ამოგვიტივტივდებოდა. ზოგს ექნება შავი მთვარის დაბრუნება, ზოგი მზით მშვილდოსანი არის მაგალითად და მათ გაუვლის ეს შავი მთვარი და მათზეც მოახდეს დიდ გავლენას ენერგეტიკულად, ფსიქოლოგიურად ან რეალურ მოვლენებში მაგალითად, თუმცა არ ვამბობთ, რომ შავი მთვარე ყოველთვის ნეგატიური არის. მან შეიძლება პირიქით ისე კარგად დაგვანახოს, იმხელა ენერგია მოგვცეს, გააჩნია ვინ რა დონეზე არის, ხო? აქ აუცილებელი არის გათვალისწინება იმისი, რომ ეს შავი მთვარე ყოველთვის მუშაობს ადამიანის ენერგეტიკულ დონეზე, როგორ არის ის განვითარებული, რა პრობლემები აქვს დაგროვილი. მაგალითად, შემიძლია კონსულტაცია თუ მაგ ადამიანთან უფრო მივხვდე იმასზე, როგორ იმუშავებს ეს ტრანზიტი, ვიდრე ისე, რომ უბრალოდ პროგნოზი დაუდო ვიღაცას, ხო პირადი რუკით. არა, უნდა შევეხოთ ადამიანს, უნდა ფსიქოლოგიურად დაველაპარაკოთ, უნდა ვიგრძნოთ ის რა მდებარეობაში არის, სად არის ახლა გაცნობიერების კუთხით რა ენერგეტიკული პოტენციალი აქვს, იმის მიხედვით ხვდებით ხოლმე უფრო გულახდილად რო გითხრათ, ახლა რა ტენდენციებს მოიტანს შავი მთვარე, ხო? ზოგადად, მშვილდოსანი ახლა რას მართავს? რას უნდა ველოდოთ წინ? მშვილდოსანი მართავს, მეგობრებო, ძალიან მარტივად იუპიტერული ენერგია არის. ეს არის გაფართოება, ეს არის უცხოეთი, ეს არის საკანონმდებლო ორგანო, ზოგადად კანონები, ეს არის ეკლესია და რელიგიური მიმდინარეობები, უცხოელების გარკვეულწილად მშვილდოსანი არის და საგანმანათლებლო სფეროც, განათლების სამინისტრო მაგალითად და განათლების სფეროც ეს არის მშვილდოსანი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ სფეროებში რაღაცეები მოხდება ისეთი, რაც ჩრდილოვანი მხარე არის, მაგალითად, რაც ჩრდილში არის, არ ჩანს და ამოყრის ზედაპირზე. ან იქნება ამ სფეროების გამოყენება ძალიან უხეში ნეგატიური ფორმით, ხო? ვიღაცეებისთვის. მაგალითად, ახლა შავი მთვარის მორიელში მდებარეობისას ეს ძალიან კარგად გამოჩნდა კორუფციული თემით, შური ვიძიოთ, ან დავიჭიროთ ვიღაცეები, ან გამოვიყენოთ
კორუფციული თემა იმისთვის, რომ ჩვენ პირად მიზნებს მივაღწიოთ სიტყვაზე, ხო? აი ესეთი რაღაცები იცი შავ მთვარის პერიოდში. კარმულ ასტროლოგიაში აქტიურდებიან ბნელი ძალები, ესე ეძახის კარმული ასტროლოგია ამას, ბნელი ენერგიები და ეს ბნელი ენერგიები არიანო ადამიანების უკან და ეს ადამიანები ვინც მოქმედებენ ახლა შავ მთვარის ენერგიით მოქმედებენ და კარმული ასტროლოგია ამას ამბობს. ეხლა რა ხდება რეალურად ფსიქოლოგიურ დონეზე ეს არის ის მომენტი, როდესაც ეს შავი ენერგია, ესე ვეძახით, კარმულ ასტროლოგიაში ძალიან კარგად გამოავლენს ჩვენს შიდა საცთურებს, ჩვენს შიდა არაკეთილსინთეზიერება თუ სადმე გვაქვს, რაღაცა შიდა დაფარული ენერგიები თუ სადმე გვაქვს, ამას ძალიან კარგად გამოავლენს ეს შავ მთვარე, გამოგვიყენებს, ესე რომ ვთქვათ, აი ეს ენერგია, იმისთვის ზუსტად რომ სიამოვნებაში ეს ძალიან კარგი მიზანი არის, რომ ჩვენ დავინახოთ რა პრობლემები გვაქვს შინაგანად ფსიქოლოგიურად, რა ენერგეტიკული პრობლემები არის ჩვენში, ან დავინახავთ და გამოვასწორებთ, ან ვერ დავინახავთ და მე ამბობს კარმული ასტროლოგია, რომ ჩაგყლაპავს მთლიანად ეს შავი ენერგია და ჩვენ ფაქტიურად ძალიან კარმულ ენაზე რო გითხრათ, მონები ვხდებით აი ამ შავი ბნელი ძალების, ხო, ესე რომ ვთქვათ, ეს ენერგია არის ზოგადად შავ მთვარის თემატიკა. სხვათა შორის სანამ გადავახოლმე უკვე შავ მთვარე ნიშანში ბოლო გრადუსებზე, რომ არის რამდენიმე ხანი არის ხოლმე ბოლო გრადუსებზე, რამდენიმე კვირა და უკვე შემოდის შემდეგი ნიშნის ტენდენციები ხოლმე, შემდეგი ნიშნის ენერგია და ეს ენერგია უკვე იგრძნობა, თუნდაც ეხლა რომ განათლების რეფორმა დაიწყო და ეხლა უკვე რაღაცა პატარ-პატარა დაპირისპირებები უკვე ეკლესიაში ეკლესიურ სასულიერო პირებთან მოხდა, ახლა წინა დღეებში თუ ვინმე უყურებთ კარგად, თუ ვინც ინფორმირებულები ხართ, მიადევნებდით ყურადღებას, კანონი მიიღეს ახლა განათლებასთან დაკავშირებით, რეალურად იზოლაციური, ახლა ჩემ იმას რეალური იმას გეტყვით, ახლა ჩემი აზრი არ არის ეს არის ჩვეულებრივ მარტივი ფაქტები და ამ განათლების რეფორმაში იგრძნობოდა უკვე რომ შავ მთვარი მშვილდოსანში გადადის. სერიოზული პრობლემები დაეწყება განათლების რეფორმებს, განათლებას ზოგადად. შეიძლება ეს იყოს ან გამოყენებული პირადი ინტერესებისთვის, ეს გასაგებია რომ გამოყენებული არის პირადი ინტერესებისთვის. შეიძლება მოხდეს სკანდალები, მაგალითად ან დაძაბულობა, ან უბრალოდ ჩრდილოვანი ბნელი მხარით იყოს მართული ეს განათლების სფერო, ხო, მოდით ესე ვთქვათ. ასევე სასულიერო საეკლესიო სფეროსთან იქნება სერიოზული პრობლემები, შეიძლება ამოტივტივდეს იმხელა რაღაც ბნელი მხარე, რომელიც არავინ არ ვიცოდით. ან შეიძლება ამოტივტივდეს და ასევე რაღაც პრობლემები იქნება ისეთი, რომელიც ან საზოგადოებას გახლებს, ან წმენას ბჭყალებში რო ვთქვა დაგაკარგვინებს ადამიანს, იმიტომ რომ ეს მშვილდოსნის ენერგია არის ნეგატიური კუთხით, შავ მთვარეც არის მან და ოღონდ შეიძლება კრიზისი გაჩნდეს იდეოლოგიური, შეიძლება კრიზისი გაჩნდეს შინაგანი ღირებულებების კუთხით, აი რისიც მჯეროდა რისიც მწამდა, იმისი აღარ მჯერა, იმიტომ რომ მშვილდოსანმა იცის ან ფანატიზმი გარკვეულწილად, რაც ახლა საქართველოს შავ მთვარე მშვილდოსანში ყავს და შეიძლება იყოს ქვეყნისთვის დამახასიათებელი, ან ფანატიური რწმენა, რომელიც შინაარსი არ შევდივართ სიტყვაზე, ზოგადად გეუბნებით როგორც ტენდენციას, ხო? ან ღირებულებებში აღრევა ადრე ვილაპარაკე სხვა ვიდეოებში, რომ აი რო ამბობენ ხოლმე ხო იცით რომ რაღაცა რომ დააბრახებენ ხოლმე იმას ქართლობას გვართმევენ და აი ტრაფარეტული სიტყვები რომლის შინაარსიც აბსოლუტურად არავინ არ შედის ხო ანუ არავინ ვუტრირებ ანუ ვინც ამას იწახის რომ აი ჩვენი ენა და რაღაც რამდენად არის შინაარსში გაცნობიერებული აი ეს ტენდენციები არის მშვილდოსნის ენერგია და როცა საქართველოს რუკაში შავ მთვარე მშვილდოსანში ყავს, აი შეიძლება სერიოზული სულიერი კრიზისი იყოს ერისთვის, განწმენდვა იყოს ერისთვის, სანამ ღირებულებებში და იდეალებში არ ჩამოყალიბდება ერი, იქნება აქ რაღაცა დარტყმები და რაღაცა პრობლემები. სხვა შორის
2008-ში როცა ომი იყო ქვეყანაში, შავმთვარე მშვილდოსანში იყო მაშინ, ოღონდ ჩვენ შავმთვარეს ზუსტად უერთდებოდა პლუტონი და რეალურად პლუტონმა დაძრა ეს ყველაფერი, ეს კრიზისი, უცხოეთი მაგალითად შემოიჭრა, უცხო მტერი შემოიჭრა, ეს პირდაპირ ტრანზიტი ამას აჩვენებდა მაშინ. ზოგადად ქვეყნებში სადაც აი ესეთი ტრანზიტი არის, აუცილებლად რაღაცა მძიმე შეიძლება მოხდეს ხოლმე. ეს ტენდენცია ეს ქვეყნების რუკაში შავმთვარე ძალიან მძიმედ აჩვენებს ხოლმე ამას, აი ღრმა ტრამვირებას და მაშინ საკმაოდ ისეთი ძლიერი პოზიცია იყო იმისი, რომ ჩვენ უნდა გაგვეკო ვინ არის მტერი, ვინ არის მოყვარე. აი ახლა როდესაც არის შავმთვარე ისევ გადადის შვილდოსანში, აი შეიძლება ჩვენ სერიოზული კრიზისი დაგვიდგეს ღირებულებებში, მტრის აღქმაში, ვინ არის მტერი, ვინ არის მოყვარე, შეიძლება სერიოზულად ავირიოთ მაგალითად. შეიძლება დაიძაბოს ურთიერთობა უცხოელებთან, ახლა მე ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გულისხმობ. შეიძლება პოლიტიკოსებში სერიოზული პრობლემა დაიწყოს, მაგალითად პოლიტიკური გადახედვა საერთოდ პოლიტიკოსების მიმართ ან აგრესია, ან სხვათა შორის სახალისუფლებო გუნდში ყველაზე დიდი, ახლა მეტი რაღა უნდა იყოს, მაგრამ აიცით რა იცის მშვილდოსანმა ბიუროკრატიულ სისტემას მართავს და შეიძლება აი უბრალოდ რომ არავის არაფერი არ წარმოადგენს დასვან ის რაღაც მნიშვნელოვან პოსტზე. თუმცა ახლა ლიტი მშვილდოსანში ყავს ქვეყანას და ეს ზოგადად დამახასიათებელი იქნებოდა ქვეყნის ამის ტრანზიტი არ ჭირდება ისეც ეგრე იყო ხო ახლა პრეზიდენტს რო შეხედავთ უკვე გასაგებია ახლა ეს ხო სუსტად ეს კარიკატურული რაღაცა სიტუაცია, როცა საერთოდ არ ეკუთვნის ადამიანს და სვამენ რაღაც ადგილზე, ეს არა მარტო პოლიტიკურ სიტუაციაში შეგვიძლია დავინახოთ, შეიძლება ჩვეულებრივ სამსახურებში, ბიზნეს სტრუქტურებში. ლილიტი როცა არის მშვილდოსანში ქვეყანაში, აი შეიძლება იყოს ტენდენცია, რომ ყველა იყოს იქ, სადაც მათი ადგილი არ არის. აი ეს ახასიათებს ნეგატიურ მშვილდოსანის ლილიტს მაგალითად, ხო, რომ იყვნენ იქ, რომელიც საერთოდ არ ესმის ადამიანს, წარმოდგენა არ აქვს და იქ ეპოტინება. ახლა როგორც მაგალითად დონალდ ტრამპი რო ავიღოთ რა შუაში იყო, ხო, ყოფილიყო თავის შოუებში, თავის სხვათა შორის ერთი ძალიან საინტერესო თემა ლილიტი როგორ მუშაობს. ადრეც გითხარით მე თქვენ, რომ ქვეყნის რუკაში ეს პლუტონი ლილიტის შეერთება როცა გქონდა ჩვენ და რაღაც ძალიან ფატალური, ძალიან დიდი შიში აიკიდა ერმა, ხო, რაღაცა დიდი ტკივილი აიკიდა ერმა და რეალობა იყო ეგ. სხვანაირად არ გამოვიდოდა. ვისაც პირად რუკაში აქვს რაღაცა მსგავსი ლილიტთან ხოლმე შეერთებები, ყოველთვის რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. აი ხა რო გადავერთოთ უფრო პირად ინდივიდუალურ თემებშიც, აქაც შეიძლება კრიზისი იყოს შიდა რწმენებში, შეიძლება ბევრს ემიგრაცია მოუწიოს, იძულებითი მაგალითად რომ მშვილდოსანი ემიგრაციასთან არის კავშირში, შეიძლება ემიგრაციის პრობლემები დაგვიდგეს, ეხლა ყველა არ არის ეს არაბების თემა, ეხლა ზუსტად ამ ბოლო გრადუსებზე რო გამოჩნდა, რომელსაც არ მიესალმება უმეტესად ეხლა საზოგადოება. ანუ მე ესე მგონია, რომ იქნება იდეოლოგიური სერიოზული კრიზისი, ანუ აბსოლუტურად აღრევა ღირებულებების და საერთოდ დაკარგვა ფართო ხედვის, აი ზოგადად იქნება ეს, რომ ნენელა შეიძლება განვითარებული ჯანსაღი ნაწილი, მოაზროვნე ნაწილი ქვეყნის, რომელიც უმეტესად უკვე წასულები არიან ქვეყნიდან, აი ნენელა მიხვდნენ, რომ სერიოზული გადარესტარტება არის საჭირო პოლიტიკურად, ან პოლიტიკოსების, ან ხედვების, კანონის შესაცვლელი შეიძლება იყოს, ანუ რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილების წინაშე დადგებით ყველანი. ოღონდ ეს იქნება რაღაც რომ მიხვდება ხალხი რაღაცას. ჩვენი კუთხით შეიძლება რაღაცეებში გავაცნობიეროთ, რაღაცები ოღონდ რაღაცის ხარჯზე. ანუ ლილიტმა ესე იცის, ტყუილა არ ხდება ის, ან მარტივად ლამაზად არ მოდის, ეს მოდის რაღაც საცდურით, ილუზიით, ან აი პირდაპირ შავი ენერგია, რომ აი იყენებს აი ამ თემებს, манипуляция იდეოლოგიური, რელიგიით манипуляция მაგალითად, შეიძლება ისეთი ისეთ ემიგრაციას გაუღონ კარები, რაც აი ხა ბოლო ტენდენციებში უკვე ჩანს, ხო? რომელიც ქვეყნისთვის იქნება ძალიან მძიმე და ძნელად გამოსასწორებელი, ან საერთოდ ძალიან დიდი ხანი ვეღარ გამოვასწორებთ მაგას.
და აი ეს ტენდენციები განსაკუთრებით გამოიწვევს გახლეჩვას ჩემი აზრით იდეოლოგიურს, ანუ მოდი ესე ვთქვათ, რაც კი რამე განუვითარებლობა, გაუნათლებლობა, სულდაბლობა, აი ყველაფერი ბნელი არის, ან ამოტივტივდება ეს უკვე მეტი რაღა უნდა ამოტივტივდეს, მაგრამ მაინც ამოტივტივდება ძალიან ხილო, აი დაჭაობდებაო რომ იტყვიან და მე ამის გაფილტვრის აუცილებლობა წავა. ანუ მათ მიეცემათ ახლა ძალაუფლება, ხო, ამ კატეგორიას, რომელიც რატო არის, რატო გეუბნებით, იცით ესე? შავი მთვარე მშვილდოსანი, იცით, როგორ გამოირჩევა ძალიან დაბალ ვიბრაციაში. რომ მას აინტერესებს მხოლოდ კეთილდღეობა, იუპიტერული ენერგია. მე კარგად მინდა ვიცხოვრო და მეტი ღირებულება არ მაქვს. აი, მარტივად რო გითხრათ, დონალდ ტრამპს აქვს შავი მთვარე მშვილდოსანში და მას ღირებულებები არ აქვს საერთოდ, ის ვაჭრობს ყველაფრით. აი ეს ღირებულებები, რასაც მაგალითად ამერიკა აწვებოდა, რომ აი რაღაცა ადამიანის უფლებები, რაღაც თავისუფლება, აი ეს იდეალები საერთოდ არ აქვს ადამიანს, პირდაპირ ვაჭრობს ყველაფრით, შეუძლია ნებისმიერთან მურიგდეს თუ ფული იქნება. აი ძალიან მარტივად რო გეტყვით, ხა ვინც თქვათ, კარგად ადევნებთ, ხა იმას კი არა ჭორაობის დონეზე მეგეუნებით, ხა ვინც ხა მე აბსოლუტურად ყველანაირ ანალიტიკას უსმენ YouTube-ზე, პოლიტიკურს, ყველა მხარესთან, ყველაფერში ძალიან ისე სიღრმისეულად უსმენ და აქედან გამომდინარე, ხა ძალიან მარტივი არის. ხა დიდი ის ღირებულებების ის არ ჭირდება მაგას თუ ერკვა ინფორმაცია თუ გაქვს, უკვე იცი რა ხდება. და ნუ ტიპს არ აქვს არანაირი ღირებულება. და პირდაპირ ამბობენ, ანუ თქვენ რო შამთვარეზე გაერკვეთ, პირდაპირ სიტყვებს ხმარობენ ხოლმე, სხვები, რომელსაც არ იციან საერთოდ ასტროლოგია, მაგრამ ხედავენ ამას, ხო? ანუ ეს ლილიტი სხვებისგან ძალიან ადვილად დანახვადი არის, ხო? აი ეს ტენდენციები, რომ მე არ მაინტერესებს, ფართო ხედვა არა, მაგრამ ხვალიდან დღეზე არ ვფიქრობ, თუნდაც ის ტენდენცია, რომ ამერიკა რეალურად უყუსვლით მე ნდობას კარგავს მაგალითად ევროპელებში და ასე და ასე, ანუ გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს იქნება სერიოზული კრიზისი, ხო? შავი მთვარე მშვილდოსანში ამოკლებს ხედვებს, მეგობრებო. ანუ არა გვაქვს გრძელვადიან დიდი ხედვა, ფართო ხედვა, აი ზედასართულიდან რომ გადავხედავ და ყველაფერს ვხედავ, ეს არის კარგი მშვილდოსანი, ნამდვილი მშვილდოსანი. და შავი მთვარე ამას ძალიან ამოკლებს. ანუ დღევანდელი მოვიხვეჭო და ხვალ აღარ მაინტერესებს რა იქნება. რაც საქართველოს ტენდენციებში ჩდება ეს. არასოდეს არ გქონდა გეგმა გრძელვადიანი, არასოდეს არ უყურებდით გრძელვადიანად. აი ხა ამას რო ვაკეთებ მაგალითად მომავალში ეს რაც მომიტანს, ხო? ანუ ზოგად ტენდენც მასაზე გეუბნებით. აი ეს პრობლემები მშვილდოსანს ახასიათებს. აი ამის წინაშე შეიძლება დავდგეთ. ან დავინახოთ ეს ყველაფერი, ან უფრო ჩავიძიროთ ამ ყველაფერში. მაგალითად, ყველა განათლებული და განვითარებული კიდევ უფრო გაიქცეს ამ ქვეყნიდან, როგორც რუსეთში მოხდა, ხო? ყველაზე გაუნათლებელ, ან ყველაზე დაბალ განვითარებულ ხალხს დარჩა ქვეყანა, რომელიც პროცესებზე უბრალოდ ზემოქმედებას ვერ მოახდენენ, ხო? და ვისაც შეეძლო ზემოქმედება, განვითარება, ისინი ყველა წავიდნენ. დაახლოებით ეს ტენდენცია შეიძლება იყოს საქართველოში, ან პირიქით, მაგალითად, ამ ტენდენციის შედეგად გამოვიღვიძოთ, ხო, რაღაცნაირად, რომ ძალიან უხეში ფორმებით იყოს ეს ყველაფერი. ეს სულიერ ქვეყნის სულიერ მდგომარეობაზე არის დამოკიდებული და რაღაცა ბედზეც არის დამოკიდებული, შეიძლება ქვეყანას აქვს ეს ყველაფერი გასავლელი, ხო? და ჯერ კიდევ ადრე არის რაღაცებს რომ მივხვდეთ. ნახოთ, ინდივიდუალურ თემებში ადამიანებში ხომ ხო გეუბნებით ემიგრაციასთან დაკავშირებული თემები შეიძლება გააქტიურდეს ვიღაცა მიხვდეს რომ ეხლა მე აქ ვერაფერს ვიღაცას იწულებითი ემიგრაცია ქონდეს უმეტესობა შეიძლება იყოს ესე რომ აი რაღაცნაირად იქით მიმიწევს გული. ოღონდ ლიტმა ცოტა ფეიკი იცის. ან იზულება, ან ფეიკი იცის რომ აი წავედი იქ და ნუ რომ გადაივლის ეს ტრანზიტი მე რო ხვდებით ეს არ მჭირდებოდა. ან წავედი ძალიან გამიჭირდა თელილიტის ტრანზიტზე ცუდად ვარ, მაგრამ რო გავიდა, მე მივხვდი რომ უირაკე ვქენი რომ წავედი. აი, ორი ტენდენცია არის, ვისთან როგორ იქნება, არ ვიცით, ხო? შეიძლება იყოს განათლებასთან, ან სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები ზოგთან, შეიძლება ღირებულებებში მე გავერკვე მაგალითად საით მივდივარ,
აი ფართო ხედვის პრობლემა გაგვიჩნდეს ზოგადად. შეიძლება წავიდეს დიდი აგრესია ან პოლიტიკური ფიგურების მიმართ, ან ხელმძღვანელ პირებთან და ხელმძღვანელს გულისხმობ აი წყობა, იცით როგორი, რომ აი სამსახურში რო არის რაღაც იერარქიული სისტემა, რომელიც აჩვენებს, რომ ვიღაცა უნდა იყოს თავის ადგილზე, რისიც ესმის, რაც მასწავლი აქვს. აი მან შეიძლება შეინიშნოს უკვე რომ აი დაწინაურება იყოს მაგალითად იმის მიხედვით რომ ცოდნაში არა არის ხო არა აქვს ის ცოდნა ადამიანს მაგალითად და აი აქ წამოვიდეს აგრესიები და დაპირისპირებები ხო რომ აი ნეპოტიზმს რო ეძახიან მაგალითად ხო საგანმანათლებლო სფეროშიც შეიძლება ეს უკვე რო შეიმჩნა ეს ყველაფერი ვიღაცას ექნება სწავლის პრობლემები ვიღაცას ექნება დასალაგებელი თავის სოფხედველობა მაგალითად რომ აი მე რის იმჯერა რის იმ წამს და საერთოდ რა მინდა მომავალში აი ფსიქოლოგიურ ემოციურ დონეზე დადგეს ეს საკითხი და არა ის რომ რაღაცა მოხდეს მნიშვნელოვანი ხო თვითონ ვისაც მზე ყავს მშვილდოსანში ზოგადად ჩავიმთვარე რომ ჩვენ ზოდიაქოს ნიშანს გადის მაინც არ არის ხოლმე სასიამოვნო პერიოდი თუმცა ზოგისთვის შეიძლება პირიქით ძალიან სერიოზული პოზიტივის მომტანიც გახდეს, იმიტომ რომ ლილიტი არ არის მოგეუბნებით, ნეგატივი ხდება იქამდე სანამ ჩვენ არ ვართ ჩეხებული ჩვენ შინაგან ჭრილთან და თუ ამასთან მიმღებლობა, გაცნობიერებულობა მოხდა, თუ რაღაც შიშების დაძლევა მოხდა, პირიქით შეიძლება ძალიან პოზიტივიც მოიტანოს, ხო, ამ ყველაფერმა აი ეს ახასიათებს ზოგადად შავმთვარეს, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ეს სრულად ნეგატივი არის, შეიძლება პირიქით, მე ახლა შავმთვარის ტრანზიტზე იმხელა გაცნობიერებები მქონდა, იმხელა ენერგია რაც იყო შინაგანი, იმის განახვა მოხდა ჩემთან, რომ პირიქით მე ვიტყოდი, რომ პირიქით პოზიტიურად განვითარდა ლილიტის ენერგია, ზოგადად გულისხმობ მაგრამ იყო პერიოდი, როცა ნეგატიურიც იყო ეს ამ ლილიტის ენერგია, ხო, რაღაც ფაზები არის, დრო არის საჭირო, სად როგორ ვლინდება ეს, ხო, რა პერიოდში ვართ ამის მიხედვით, ძალიან კარგად გამოვლინდება. მოკლედ, ეს მინდოდა მოკლედ მე თქვა თქვენთვის, პირადად მზეს მიხედვით, ან ზოდიაქოებისთვის, რომელ სახლში ხვდება, რა ტენდენციები შეიძლება ზოდიაქოს ნიშნებს მოუტანოს, ამას მომავალში ჩაგიწერთ აუცილებლად ამ ვიდეოს. ეხლა ზოგადად აგიხსენით, რას უნდა ველოდოთ და ხო გეუბნებით, ეს იქნება საეკლესიო დონეზე ბუნტი, ან ეკლესიაში იდეოლოგიური კრიზისი, ან იერარქიული კრიზისი, მაგალითად, ბრძოლაში და საზოგადოებებში და ბრძოლა პროპაგანდა გააქტიურდება ძალიან, ღირებულებებში აღრევა მოხდება, ან ამოტივტივდება, რუსები რომ ბიდლოს ეძახიან, ხა იცით? აი ეს ყველაზე ლილიტური სკერი ენერგია ამოტივტივდება, რომ კიდევ უფრო კარგად დავინახოთ რა ჭაობში შეიძლება ვიყოთ. და კიდევ უფრო გარდატეხა მოხდეს სერიოზული. თუმცა შევხედოთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება ქვეყნის რუკაზე, იქ გვაქვს ისეთი ტრანზიტები კიდე სხვა, რომელიც რაღაცას დაძრავს, რაღაც სერიოზულ ცვლილებებს, მე ველოდები სერიოზულ ცვლილებებს, თუმცა ეს იქნება ცოტა რთული, გრძელი გზა, იმიტომ რომ პლუტონი მოდის ჩვენ სატურნთან და ორივე არის ძლიერი კრიზისული ნელი ტრანსფორმაცია, რომელიც თლიანად გარდაქმნის რაღაც სტრუქტურა, სატურნის სტრუქტურა, ხელისუფლება შეიძლება საერთოდ აი როგორ დონეზე შევცვალოთ სახელმწიფოებრიობა, იცით? აი ყველაფერი შესაძლებელი გაგვიხდეს კანონები, აი თლიანად სახელმწიფო სტრუქტურა ნელა ეტაპობრივად რო შეიცვალოს, ეს აუცილებლად მოხდება. უახლოეს 2-3 წელიწადში უკვე ბოლომდე დაიხურება, მაგრამ აი თავიდან რო უნდა აღდგეს ქვეყანა, თავიდან გადარეფორმდეს, ტრანსფორმაცია სრული ეს ქვეყანას ელოდება. აი ეს ლილიტის გადასვლა მშვილდოსანში, ჩემი აზრით, ამას ყველაფერს კიდევ უფრო დაგვანახებს ამის აუცილებლობას, ესე რომ ვთქვათ, და უბრალოდ იცოდეთ, რომ ეს ტენდენციები იქნება უახლოესი 9 თვე. მშვილდოსნებისთვისაც ცოტა რთული შეიძლება ეს იყოს შინაგანად. ამას მე შემდგომ ვიდეოებში ავხსნი, რა შეიძლება იყოს, რა ტენდენცია მოიტანოს უკვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო, იმედია და გაინტერესათ, კითხვები გაგიჩნდათ, შეგიძლიათ კომენტარები დაწეროთ, შეგიძლიათ თქვენი შეხედულებები გამოხატოთ მაგალითად და დროებით და გემშვიდობებით მაშინ.